მასპინძელი გარეჯია დაიწყო მატჩი ვისურვოთ საინტერესო სანახაობრივი თვალსაზრისით არის ის რომ ერთმანეთს გადაასწრონ და მესამე პოზიცია დაიკავონ რომელი მესამეზე გავა და რომელი მეოთხეზე მხოლოდ ეს არის გასარკვევი ჯინჯოლოვას ჩაწოდება და ამირად ზაგანიას გოლის სწრაფი გოლით წინ გადის იბერია 1999 რასაც ვერ ვიტყვით რომ მოულოდ განსაკუთრებით მარცხენა ფრთიდან სწორედ ეს ფეხბურთელი გიორგი ჯინჯოლოვა აქტიურობდა და აქ ესე კარგად დაამუშავა ბურთი ერთი შეხებით გაისწორა ჩააწოდა თავისი ცაციათი გამორჩეულია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია ამ კომპონენტში მარცხენა ფეხით თამაშს გულისხმობ საქართველოს ჩემპიონატში და დაასვა ბურთი თავზე ამიან ზაგანიას რომელმაც რეჯოლები გააქტიურდნენ როგორც ვივარაუდეთ როგორც ველოდით პირველი კუთხურიც მოიპოვეს მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდება და არტმაკარის უნართულებით ამოიტანეს ხარულიძის გოლით და ლოკომოტივი გავიდა მესამე ეტაპამდე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოსაგონარი ევრო ტურნირზე გამოსვლა ქართული გუნდისა. სილაგაძე უტევს ამასობაში საჯარიმოშია უკვე იბერიელთა 10-იანი დაბალი პასი და არტმა არ გამოვიდა წაიქცა იქ საჯარიმოში. სრულ სეზონი ან ნაკლებად ან საერთოდ უტიტულოდ. ამის შანსები არსებობს. ნახოთ ეს ჯარიმა სილაგაძე კარგი დარტყმა აქვს და არტყა კარში გურგენიძე მოიგერია და გამოიტანეს. სანდრო ალთუნაშვილი ბურთით დადიანი შეუძლია დარტყმა და არტყა დაბლოკეს მცველებმა მაგრამ შეტევა გაგრძელდება. სილაგაძე ჯინჯოლოვა მარცხნიდან კიდევ ერთი მცდელობა იგივე სტილში გაიტანა ორი გოლი იბერია 1999-მა ჯინჯოლოვა გაეხვა მეტოქის კარში ვნახავთ გამეორებით ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა ჯინჯოლოვას მორიგი საგოლე გადაცემა ზაგანია ახტა და ასწრო ყველას და უშანსოდ დატოვა მეკარეც 0-2 იბერიაც გოლის დილას გავსად აპირებს რომ მარტივად მოიპოვოს დღეს სამი ქულა და ჩემპიონობის ბედი ბოლო ტურში გადაწყდეს კულმინაციის პიკი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რომ ჩვენი ჩემპიონატი დაძაბულია, თანაბარია, ბევრი გუნდი ერთმანეთთან ახლოს არის დონით და პრაქტიკა ადასტურებს იმას რომ ბოლო სეზონებში და რეალურად რაც არსებობს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა რას და ოსეის აწყლებდა ერთად. ნახოთ ეს სტანდარტი სახიფათო შანსი ჯინჯოლოვას გატანაც შეუძლია ასისტების დუბლის შემდეგ და არტყა მაგრამ მოიგერია გურგენიძემ ეს დაბალი დარტყმა. ალთუნაშვილი ჩაუშვა ბურთი საჯარიმოში სილაგაძე თავით ჩააბრუნა მამაგეიშვილი აპირებდა გასროლას მაგრატელა დარტყმით წაიქცა საჯარიმოში მაგრამ შეტევა გრძელდება დადიანი დაარტყამს და გაიტანს ძალიან ლამაზ გოლს ნიკოლოზ დადიანი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა საქართველოს ჩემპიონატისა ამ სეზონში ის და გიორგი ტაბატაძე ერთად გამოჩნდნენ ტაბატაძე უკვე ვეილეში თამაშობს დადიანი გოშთელიანი, შემდეგ ალთუნაშვილის საგოლე პასი, გაჩერება ბურთისა, პაუზა და რბილი ზუსტი დარტყმა, აქაც ძალიან ცოტა შანსი ჰქონდა ნებისმიერ მეკარეს ამ ბურთის მოგერიებისა, ისე კარგად იყო შესრულებული ეს ეპიზოდი. 3-0 გაინაღდებს ალბათ იბერიას ამ ქულას ამ მატჩი და ბოლო ტურში გავარკვევთ ჩემპიონს. ახლა სამმაგი ცვლილება მასპინძელთა მხარეს, გადის ლევან პაპავა, გუნდის კაპიტანი. მის ნაცვლად თორნიკე კაპანაძე, რომელზეც ვისაუბრეთ, ამ სახელის დაგვარის ჩვენ უფრო გამოცდილი ფეხბურთელი ვიცით, ფორვარდი. არა ერთ ქართულ გუნდში ნათამაშები. ერთადერთი შემთხვევის გარდა, როცა სწორედ 2018-ში იბერია 1999-მა მოუგო დინამოს 10 ქულის უპირატესობით, ეს ეპიზოდი ვნახოთ, სიხარულიძეც ცდილობს გატანას, თავის სტილში ბრუნში უახლოვდება სილაგაძე მეტოქის საჯარიმოს, მარცხნივ პასი სიხარულიძე აღმოჩნდა ფლანგზე, დატრიალდა სილაგაძე, პასი გოშთელიანზე, ჩაჭრა იქ კლუბის წარმომადგენლები. ხორხელის პასი ვნახოთ, ზოური, გოშთელიანი და გავიდა გოლი, მაგრამ ეს გოლი როგორც ჩანს არა, ჩაითვლება. 0-4 ხდება ანგარიში. ოღონდ რომელი გოლი ჩაითვალა, ეს არის მნიშვნელოვანი. ითხელ თამაშგარი აქ არ არის. ზოურის ჩაწოდება, გოშთელიანის თავური. კი, ეს გოლია გოშთელიანის მიერ გატანილი, სიხარულიძემ კი დაამატა, მაგრამ წესით გოშთელიანის გოლად უნდა შეფასდეს. ამ რაკურსით იმედია უფრო უკეთ გავიგებთ, მაგრამ რაც გამოჩნდა კი, თლიანად ბურთი იყო ისედაც კარში. შესაბამისად გოშთელიანის გოლია. ერთკახურ გუნდში მას აქვს ნათამაშები ოღონდ თელავში. ახლა გაუტანა გარეჯს. ისიც მსგავსად ზაგანიასი, როცა დაბრუნდა და ფორმას იღდგენდა,
სლოვაკეთში დოლნიკუბიში თამაშობდა იბერი 1999-ის მეორე შემადგენლობაში ესწავლეთ ეროვნულ ლიგა 2-ში და იქ 11 თამაში მოასწრო, გაიმართება 6 დეკემბერს შაბათ დღეს ყველა მატჩი. გაითამაშეს ქობულაძე, კარგი დარტყმავს გარედან საჯარი მოსა, ამჯერად სადა, მაგრამ მოარტყა ცოცხალ კედელს და ეს იყო დასკვნითი ეპიზოდი პირველი ჩვენი მატჩისა, დასრულდა მატჩი,